მოგესალმებით. ეთერშია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის რუბრიკა ბიზნესა და ევროკავშირზე საუბრები, რომელიც მხარდაჭერილია USA-სა და შვედეთის მიერ. ჩვენ მაგრძელებთ ბიზნეს სექტორთან საუბარს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე საქართველოს ბიზნეს სექტორისთვის. ჩვენ დღეს გვასპინძლობს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანია ICR ჯგუფის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე. მოდით შევხვდეთ ჩვენს სტუდიას. ბატონო კახა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ გვასპინძლობთ დღეს. ჩვენი გადაცემა ეხება ბიზნეს სექტორის მდგრადობას საქართველოში, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, მათ შორის ევროსტანდარტებთან შესაბამისობას და კონკრეტულად ბიზნესა და ევროკავშირზე საუბრები. ამ გადაცემის ფარგლებში ჩვენ საუბრობთ ბიზნეს სექტორის შესაძლებლობებზე ევროკავშირის ბაზარზე და რამდენად მნიშვნელოვანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ევროკავშირის ბაზარი ბიზნესისთვის საქართველოში. ჩემი პირველი კითხვა თქვენთან იქნება სწორედ მიმდინარე მოვლენებზე და ჩვენი შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი რა გავლენას ახდენს ბიზნეს სექტორზე და რამდენად მნიშვნელოვანი არის ზოგადად ევროკავშირის ბაზარი ჩვენი კომპანიებისთვის. შეჩერებული ცოტა ისეთი ნათქვამია, ფაქტიურად მაგ პროცესში ვართ. თუ შეჩერდა, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ პრობლემატური იქნება. იმიტომ რომ მე ცოტა უკანა პერიოდში წავალ, ჩვენი კომპანია 30 წლის ისტორიას მოიცავს და როცა საქართველოს დამოუკიდებლობა მოხდა 90-იანებში გამოვიყავით საბჭოთა კავშირს, ფაქტიურად რა იყო ბიზნესი, საერთოდ არავინ არ იცოდა. და კომპანიები, რომელმაც ამ პერიოდში შეძლო ესე თქვათ განვითარება პირველ რიგში ევროკავშირის და ამერიკის მიერ გაწეული დახმარება მარტო არ გულისხმობ ფინანსურ დახმარებას. ანბანი ბიზნესის ვისწავლეთ მაგათგან. იმიტომ რომ პროფესიით მე მშენებელი ვარ და ესე თქვათ სუსხვა სფეროში მოღვაწეობ. დღეს 50-ზე მერც საერთაშორისო ბრენდს წარმოვადგენთ და რომ მეკითხებიან რომ საიდან ეს ყველაფერი, ძირითადად იმ პრაქტიკიდან და მიურთმითობიდან, რაც ამ კომპანიებთან ჩვენ წლებია გვაკავშირებს. რაც შეეხება როგორი მოქმედებს, იცით რომ მოწყვლადი ქვეყანა ვართ ზოგადად, იმპორტი აჭარბებს, ექსპორტს 2/3 გვაქვს ქვეყანას იმპორტი, ბუნებრივი რესურსები არ გაგვაჩნია და 80% დაფინანსება მოდის სხვა ევროპული და ამერიკული ფინანსური ინსტიტუტებიდან. დღესდღეობით ძალიან მყიფეა დემოკრატიაც ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ კი ვართ 30 წლიანი დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ მენტალურად განსაკუთრებით ჩემი ასაკის ადამიანები მენტალურად მაინც ნაწილობრივ საბჭოთა კავშირში დავრჩით. აქედან გამომდინარე, ევროპას თუ გავხსნით ისტორიას, ერთი საუკუნე დაჭირდა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის. ჩვენ ალბათ ცოტა მეტის დაგვჭირდეს, თავისუფლად მარტო თუ ვიარეთ, ალბათ გაგვიჭირდება, ყოველთვის გჭირდება როგორც ჩიკავდეს ძლიერი პარტნიორი, რომლებიც იმ ღირებულებებს აერთიანებენ, რა ღირებულებებიც ჩვენ ერთს გააჩნია და საკმაოდ გრძელი ისტორია გვაქვს, ამიტომ მაგაზე არ ვისაუბრებ. თუ ეს ყველაფერი შეწყდა, მაშინ ავტომატურად საერთოდ ქვეყანა რო ვითარდებოდეს, გინდა არ გინდა, მაინც ეკონომიკაზე მივიდივართ. დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ნაწილში ალტერნატიული წყარო დღესდღეობით არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გარდაუვალი იქნება ეკონომიკური კრიზისი. არსებული სიტუაციიდან საბანკო სისტემის ყველაზე დიდი დაფინანსება მოდის სამშენებლო დეველოპერ კომპანიებზე, ამიტომ ვფიქრობ, რომ კრიზისი დაიწყება ჯერ სამშენებლო ბაზარზე, რომელსაც ავტომატურად გადავა ფინანსურ ინსტიტუტებზე. ვინ იქნება ამ შემთხვევაში მოგებული? სულ ადამიანები იკითხულობენ, რომ მე შემეხება თუ არა. რა თქმა უნდა, ეს შეეხება კერძო ბიზნესში დასაქმებულ ადამიანსაც, ეს შეეხება
სახელმწიფო სექტორში მომუშავე ადამიანსაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა აუხსნა საზოგადოებას, რომ სახელმწიფო სექტორი ფინანსდება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებისგან. ანუ ისინი ხელფასებს იღებენ იმ გადასახადებისგან, რომელსაც ჩვენ ვიხდით ბიუჯეტში. თუ ჩვენ არ მოგვეცემა მაგის საშუალება, ავტომატურად ჩვენ სექტორში პრობლემა გახდება და იგივე პრობლემის წინაშე დადგება სახელმწიფო სექტორი. ეს იქნება თუ დაიწყო და მალე დაიწყება ალბათ ესეთი განვითარების შემთხვევაში პირამიდასავით ჩამოგვეშლება ქვეყანა. რა სარგებელს ხედავთ ბიზნეს სექტორის კიდევ უფრო მეტად წარმოადგენას ამ ბაზარზე? შესაძლებლობას მე გავყოფდი ორ ნაწილად. ქვეყანას, ჩვენაირი ტიპის ქვეყანას რო განვითარდეს, ჭირდება საკმაოდ დიდი ინვესტიციების შემოდინება. ინვესტიციების შემოდინება პირველ რიგში ჭირდება ქვეყანაში სტაბილურობა, ჭირდება ინსტიტუციების მუშაობა, ჭირდება დამოუკიდებელი და გამართული სასამართლო. იქიდან გამომდინარე, როცა უცხოური კომპანია ინვესტიცია შენ ქვეყანაში აკეთებს, მას ჭირდება დაცულობა და დაცულობას განსაზღვრავს დამოუკიდებელი ინსტიტუციები. თუ ეს საფუძველი არ არის ავტომატურად პრობლემაა, ოკეი, არა მარტო უცხოური, არამედ ქართული ინვესტორიც არ გააკეთებს, რა არის ბაზარია ჩვენთვის ძალიან დიდი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფაქტიურად შეგვიძლია როგორც ინტელექტუალური გამოცდილება შევიძინოთ და გავიტანოთ ევროპაში, ასევე ნებისმიერი წარმოება, რომელიც ფეხს იკიდებს და იგივე ჩვენ ვართ სოფლის მეურნეობის მიმართულებაში, გვაქვს ლურჯი მორცვის ბაღები დასავლეთში და შარშან უკვე პირველი ექსპორტი განვახორციელეთ გერმანიაში. ეს საკმაოდ დიდი ბაზარი ჩვენი პროდუქციის ექსპორტისთვის. იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ქვეყანაში ეკონომიკამ რო იმუშაოს, უარყოფითი სალდო იმპორტ-ექსპორტში უნდა გასწორდეს. და ამის იდეალური საშუალება არის ევროკავშირი, იმიტომ საკმაოდ დიდი ბაზარია. ბოლო წლებში რამდენად მნიშვნელოვანი იყო აი ზუსტად ჩვენი პროდუქტების და სერვისების, ქართული ბიზნესის პროდუქტების და სერვისების ევროკავშირის ბაზარზე გატანისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა. ესე იგი ჩვენ პირველ რიგში გარდა ერთ-ერთი მიმართულება არის კვების მიმართულება და რაც ჩვენ გამოვიყენეთ ამ სხვადასხვა ესე ვთქვათ საშუალებებით მინიმუმ ხასპის სურსათზეუნებლობის პროექტი დავნერგეთ, რაც საკმაოდ გამოგვადგა თვითონ მართვის ნაწილშიც და რო არ ყოფილიყო ესეთი დახმარებები ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით. იგივე Global Gap-ის სერტიფიცირება ავიღეთ ესე ვთქვათ მოცვის ნაწილში, იმიტომ რომ როდესაც პროდუქტს ეხება შესაბამისად ეს სტანდარტები გჭირდება, იმიტომ რომ ის ექსპორტს ვერ განახორციელებ. არის რაღაცები, რაც ვიღაცისგან უნდა მიიღო, რაღაც სტანდარტებს უნდა მოერგო. ამჟამად თქვენი ბიზნესი როგორ არის დაკავშირებული ევროკავშირის ბაზართან და თქვენ რა გეგმები გაქვთ ევროკავშირის ბაზარზე კიდევ უფრო მეტად რო გაზარდოთ თქვენი აქტიურობა? როგორც ძირითადად ჩვენი ბიზნესის მიმართულება არის სერვისი, ჩვენ სავაჭრო კომპანიას წარმოვადგენთ და ბევრი საერთაშორისო ბრენდის დისტრიბუციას ვახორციელებთ ჩვენ ქვეყანაში. ეს ბრენდები ყველა ევროპული კომპანიებია. მე აღნიშნე, რომ დაახლოებით 50-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდის პარტნიორები ვართ ამ ქვეყანაში. აქედან ნახევარზე მეტი მილიარდზე დიდი კომპანიებია და მსოფლიოს 60 ქვეყანაში არიან წარმოდგენილი. ჩვენ მათ გვასწავლეს ასე ვთქვათ სერვისის მიღების და გაცემის ასე ვთქვათ პრინციპები და დეტალები, იმიტომ რომ დღეს 21 საუკუნეში პროდუქციის დეფიციტი აღარ არის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასე ვთქვათ სწორად იქნეს მიწოდებული მომხმარებლისთვის და სერვისი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს რამოდენიმე წლის წინ ასე ვთქვათ პროდუქციის დეფიციტი იყო და ამიტომ მას ნაკლებად ექცეოდა ყურადღება. ჩვენ გვაქვს საშუალება რომ გარდა იმისა რომ წარმოვადგინეთ ეს ბრენდები, ჩვენ შევქმნით ასევე ჩვენი მიერ იქნა შექმნილი რამოდენიმე სავაჭრო ქსელი, რომლის ექსპორტირებასაც ვფიქრობთ რომ განვახორციელოთ
ქვეყნის გარეთ და მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სამეზობლო ქვეყნებში, ეს არის კვების მიმართულებით ჩვენ 12 წელიწადია ოპერებას უწევთ ქართული სამზარეულოს ბრენდს ტაბლას, რომელთანაც ფაქტიურად ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში ვართ და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს ეს თქვათ ესპანეთის ბაზარზე პირველი ქართული ფრენჩაიზი იქნეს გატანილი. ასევე გვაქვს ბრენდი ჩვენ მიერ ეს თქვათ ბაზარზე დაფუძნებული მას-მარკეტის ბრენდი არის ესეთი კორსო იტალია, რომელსაც ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს სასამართლოში უკვე კონტრაქტს ხელმოწერის პროცესში ვართ გავიტანოთ და ვაწარმოებთ მოლაპარაკებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი ბაზარია, იმიტომ რომ ქვეყანა პატარაა, 3,700,000-ია და კომპანიას საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს. ჩვენ 80-ზე მეტ ობიექტს მართავთ, გამართული სტრუქტურა გვაქვს და ბაზრის სიმცირიდან გამომდინარე გვჭირდება ალტერნატიული ბაზრები, რაც ესე ვთქვათ იდეალურია ამ შემთხვევაში. ესე ვთქვათ, იმიტომ რომ გვაქვს ესე სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმებული ევროკავშირთან, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ესე ვთქვათ, ის რაც აქ შექმნით, გარეთ გავიტანოთ. კორპორაციული მდგრადობა გულისხმობს ბიზნესის პასუხისმგებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების, შრომის ველოდების, გარემოს დაცვის, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების უზრუნველყოფის და მშენებლობის მიმართულებით, რომ ხარი დაუჭიროს ქვეყანას. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით ბიზნესის როლი რა არის? იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ერთის მხრივ ევროინტეგრაციის პროცესს, მეორეს მხრივ აი ზუსტად იმ მიმართულებებს თქვენ რაც ახსენეთ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში. საინტერესო შეკითხვა, მაგ შეკითხვას, როდესაც მე ჩემს კოლეგებს უსვამ, პირველ რიგში საკუთარ თავისთვის მაქვს დასმული და პასუხი ნაპოვნიც მაქვს. თუ ადამიანებმა შევძელით ამ ქვეყანაში მსხვილი ბიზნესი შექმნა, ესე იგი შევძელით რაღაც ღირებულებებზე და სტანდარტებზე დაფუძნებული მდგრადობის შემუშავება, სწავლების მეთოდით იქნება თუ და ძირითადად ევროპული და ამერიკული კომპანიების დახმარებით ამ ყველაფრის გაკეთება, მაშინ ეს მინიმუმ ვალდებულებას გვიჩენს არა მარტო საკუთარი თანამშრომლების მიერ, არამედ ვალდებულებას გვიჩენს, რომ მთავრობას, სადაც ჩვენ ძირითადად ჩვენი გადასახადების მობილიზება ხდება, მინიმუმ ვიყოთ მთავრობის მაკონტროლებელი ბიუჯეტის ფორმირებაში, იმის ხარჯით ნაწილში და თუ ხედავთ, რომ აქ რაღაცა ირღვევა, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ თუ შეგვიძლია ამ ხელა კორპორაციების მართვა, შესაბამისად შეგვიძლია მთავრობის ხარჯითი ნაწილის კონტროლიც. რასაც დღეს ბიზნესი არ ახორციელებს, იქიდან გამომდინარე, ბევრი მიზეზი აქვს ამას, მე სულ მაგას ვამბობდი, რომ სამდე ეს ქვეყანაში არ მოხდება შესაბამისად ყოველთვის გაგვიჭირდება დამოუკიდებელი ინსტიტუციების აშენება და სამდე ბიზნესი ამას არ გავითავისებთ, მე როცა პრეტენზიას ვაყენებ, არ გულისხმობ, რომ მარტო სხვის წინაშე ვაყენებ იგივე საკუთარი თავის წინაშე, სამდე ჩვენ ამას არ გავითავისებთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენი ასაშენებელია და მსხვილ ბიზნესს განსაკუთრებით უფრო მეტი ვალდებულება გვაქვს, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს რა. როცა ამ დასკვნამდე მივალთ, მე ვფიქრობ, რომ ბევრად საინტერესო იქნება ამ ქვეყნის განვითარებაც. და ბოლო კითხვა ჩემი თქვენთან იქნება, თქვენი რეკომენდაცია რა იქნება ქართულ ბიზნესთან? რა შეიძლება რომ გააკეთონ იმისთვის, რომ ერთის მხრივ დავძლიოთ ის კრიზისი, რა კრიზისშიც ახლა ვართ და მეორეს მხრივ კიდევ უფრო მეტად ვიყოთ მომავალში წარმოდგენილი ევროკავშირის ბაზარზე და ვიყოთ ქართული ბიზნესი ბევრად უფრო მეტად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი. პირველი რეკომენდაცია, რაც მე შემიძლია ესე ვთქვათ ბიზნესს მივცე, ზოგადად ბიზნესი არის ღირებულებათა ერთობა. ნებისმიერი ბიზნესი წარმატება დგას იმ გუნდზე, რომელიც ამ ბიზნესში მოღვაწეობს. ანუ ადამიანის ფაქტორი ბიზნესი და კომპანიის წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, როგორც ბიზნესი უფრთხილდება ბიზნესს, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდეს იმ ადამიანურ რესურსს, რომელთაც აღწევს წარმატებას. თუ ბიზნესი ამას გაითავისებს და ადამიანის ღირებულება გახდება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი,
და წინა ხაზზე გადმოვა, მაშინ წარმატების ფორმულაც ნაპოვნი იქნება. არსებობს მცნება საქართველოში. ბევრს ეშლება ბიზნესის კეთება ფულის კეთებისგან. რა თქმა უნდა, სწორ გაკეთებულ ბიზნესს საბოლოო ჯამში შემოსავალი მოაქვს, მაგრამ რისგან განსხვავდება ბიზნესის კეთება ფულის კეთებისგან? ფულის კეთებას არანაირი პრინციპები არ აქვს. ვისთან აკეთებ, რის ხარჯზე აკეთებ, როგორ აკეთებ. არანაირი ღირებულების მატარებელი არ არის, აქედან გამომდინარე ჩვენ თუ შევეცდებით, რომ ძირითადი ბიზნესი ღირებულებზე დავაფუძნოთ, მაშინ შევქმნით ძალიან დიდ არმიას ადამიანების, რომელთა მეშვეობით იმ ყველა პრობლემატიკას, რაც დღეს ვსაუბრობთ, ერთობლივად გადავწყვიტებთ. ახლა დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ გადაცემის სტუმარი იყავით და მათ შორის გვასპიცლობდით ICR ჯგუფში. ძალიან გვეხარია, რომ ICR ჯგუფი არის გაეროსკოპური შეთანხმების საქართველოს ქსელის აქტიური წევრი და წარმატებებს გისურვებთ, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე თქვენი გეგმების დასრულებაში. დიდი მადლობა. მადლობა. წარმატებები თქვენს.